საქართველოს იანვარ-აგვისტოში უცხოურ ბაზრებზე $1.7 მილიარდი ავტომობილები გაყიდა. თუმცა რეექსპორტის ზრდის მიუხედავად ავტოიმპორტიორთა ასოციაცია კვლავ გამოწვევებზე საუბრობს და ქართველი ავტოდილერების ხელშეწყობის აუცილებლობას ითხოვს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში გახსნეს საკუთარი ავტობაზრობები, ავტომომსახურების ცენტრები და უმეტესად ყოველგვარი გადასახადების გარეშე დემპინგური ფასით ოპერირებენ. რის ხარჯზე იზრდება საქართველოსთან ავტოექსპორტი და რა მოლოდინია მანქანების ფასებთან დაკავშირებით, მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მე მევესალმებით ჩვენს მაყურებელს, სანამ იმ გამოწვევებზე ვისაუბრებთ, რომლებზეც ავტოიმპორტიორთა ასოციაცია უკვე ბოლო წლები აქტიურად მიუთითებს, დავიწყოთ ამ ბიზნესში არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, საქსტატის ბოლო მონაცემებით, ავტომობილების როგორც იმპორტში, ისე რეექსპორტში ზრდის დინამიკა ნარჩუნდება, კერძოდ 2025 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, ექსპორტში წამყვან პოზიციას კვლავ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს $1.7 მილიარდი, ეს მთლიანი ექსპორტის 39% წარმოადგენს, რაც ერთ კონკრეტულ საქონელზე მაღალ კონცენტრაციას ნიშნავს. თავად ავტოექსპორტი წელს 17%-ით გაიზარდა. საქართველოსთან ყველაზე დიდი რაოდენობით მანქანები კვლავ ყირგიზეთსა და ყაზახეთში გადის, რაც შეეხება ავტომობილების იმპორტს, აქ თითქმის 10%-იანი მატება ფიქსირდება. იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ქვეყანამ დაახლოებით $2.5 მილიარდი მსუბუქი ავტომობილი შეიძინა, ის რომ მანქანების იმპორტ რეექსპორტი გაზრდილია. ადასტურებენ ადგილობრივ მსხვილ კომპანიებშიც, რიგი მათგანის შემთხვევაში საანგარიშო პერიოდში, როგორც იმპორტში, ასევე რეექსპორტში 20%-იანი ზრდაც დაფიქსირდა. კომპანიების წარმომადგენლების შეფასებით, ზაფხული როგორც წესი გაყიდვების კუთხით მაღალი აქტივობით გამოირჩევა ხოლმე და ეს ტრენდი შემოდგომაზეც გრძელდება. მსხვილ კომპანიებში ამბობენ, რომ ზაფხულის სამთოში გაზრდილი მოთხოვნის გამო მანქანებზე ფასებმა აიწია, თუმცა მათივე თქმით, ახლა მოთხოვნა მიწოდება დაბალანსებულია და არის მოლოდინი, რომ ავტომობილები მცირედით კვლავ გაიაფდება. თავად ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში კი ამბობენ, რომ ავტომობილების ფასები უმეტესად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მისი პრეზიდენტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, ვინაიდან საქართველოში მანქანების იმპორტი ძირითადად სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ხორციელდება. ზოგადად ქვეყანაში ფონი ეგეთია, რომ იმპორტის ნაწილი ქვეყნის მაგალითზე გაზრდილია, რეექსპორტის ნაწილიც გაზრდილია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ეს ივნისი, ივლისი, აგვისტო. ზოგადად ციკლი აქვს ხოლმე და ყველაზე ასე ვთქვათ აქტიური პერიოდი. ეს არის და წელსაც პრინციპში არ დარღვეულა ეს და წელსაც ყველაზე აქტიური პერიოდი ზაფხული გვაქვს. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ის ავტომობილო პროფიციტი რაც ქონდა, ამოფხრილია და პირიქით პროფიციტისკენ წავედით. რამაც გამოიწვია ზაფხულის პერიოდში ფასების მცირედის და დაახლოებით 5-10%-ით გაიზარდა მოკლევადაში ფასების მოთხოვნა მიწოდებიდან გამომდინარე, რომ შეიქმნა რაღაც დოზის დეფიციტი, მოთხოვნა მაღალი იყო, შესაბამისად ამან გამოიწვია მოკლევადიანად ფასების ზრდა. თუმცა, როგორც წესი ხოლმე მეოთხე კვარტალში სტაბილურდება და მოთხოვნა მიწოდება რაღაც თანამდებობა ამ პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება ფასებთან დაკავშირებით, მერყეობს, იცით ფასები, ამალად გარკვეულწილად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ახალი ადმინისტრაციის და უკვე ახალი აღარ არის პრინციპში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებმაც ხელი შეუწყო, გარკვეული გამოწვევებიც იყო ბაზარზე, პერიოდულად ფასები იცვლება ზრდისკენ, ანკლებისკენ, იმის მიხედვით თუ რა გამოწვევებისა და მოლოდინების წინაშე ვართ, ხო? პერიოდულად საუბრობენ დილერები, რომ ფასები გაიზარდა, პერიოდულად საუბრობენ, რომ დაიკლონა. მომავალში ვფიქრობთ, რომ თუ ესე გაგრძელდა, დამოკიდებული იქნება ისევ დიდწილად, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტით შემოყვავს ავტომობილები, დიდწილად ისევ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებებზე. რაც შეეხება გამოწვევებს, ავტოიმპორტიორთა ასოციაცია კვლავ სექტორში არსებულ არაჯანსაღ კონკურენციაზე საუბრობს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიუთითებს. ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ არარეზიდენტმა პირებმა საქართველოში არა მხოლოდ თვითონ დაიწყეს ავტომობილების ჩამოყვანა და ვაჭრობა, ქართველი დილერების გვერდისავლით, მეტიც მათ უკვე გახსნეს საქართველოში საკუთარი ავტობაზრობებიც კი, ასევე ავტომომსახურების ცენტრები, რის გამოც ნონიაძის შეფასებით, ბევრი ქართველი დილერი იძულებული გახდა ამ ბიზნესიდან გასულიყო.
ავტოიმპორტერთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ უცხოელი დილერები საქართველოში საქმიანობისთვის არანაირ გადასახადებს არ იხდიან, რის გამოც დემპინგური ფასებით ვაჭრობენ. როგორც ცნობილია, ამ პრობლემებზე ასოციაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან და ალექსი ნონიაძე იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უწყება აქტიურად ჩაერთვება ქართველი დილერების დახმარების საქმეში. აქ უმეტესად საუბარია ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ამ ბიზნესში არიან ჩართულები და არა მსხვილ ადგილობრივ კომპანიებზე, რადგან მათთვის უცხოელი დილერები ნაკლებ დაბრკოლებას წარმოადგენენ. ქონდა ახალ ხელმძღვანელობასთან შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს, გადაწყდა რომ აქტიურად უნდა ჩაერთვენ ამ საქმეში, მინიმუმ იმით, რაც არის კანონით გათვალისწინებული. კანონიერია ის, რომ თანაბარ პირობებში უნდა ჩავაყენოთ ქართველი და უცხო არა ქვეყნის რეზიდენტი, უბრალოდ უცხო ქვეყნის არა რეზიდენტი პირები, ხო? ხო, აქამდე გადასახადებს მე ვფიქრობთ, რომ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ არ იხდიდნენ და საჭიროა, რომ ეს გადასახადები გადაიხადონ. მინიმუმ თუ დაცვას არ ვახერხებთ ჩვენი ბაზრის, მინიმუმ ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ თანაბარ პირობებში ვიყოთ. აქ თავიანთი მომსახურების ცენტრები აქვს, ტექნიკური მომსახურების ცენტრები აქვს, ეგრეთ წოდებული პროფილაქტიკები, უფრო გასაგებენაზე რო უთხრათ ჩვენ მაყურებელს, პროფილაქტიკები აქვს, თავიანთი ბაზრობებიც გახსნეს და უკვე ის ქართველი დილერები, ერთი ნაწილი ის ქართველი დილერი, რომელსაც თავად ჩამოყავდა ავტომობილი და დამოუკიდებლად, ასე ვთქვათ, სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა, დღეს დასაქმებულები არიან უშუალოდ თვითონ იმ, ასე ვთქვათ, არა რეზიდენტ პირებთან. აქვე საქართველოს ავტოპარკთან დაკავშირებითაც მოგაწვით ინფორმაციას და გეტყვით, რომ ამჟამად ქვეყანაში 1,900,000-მდე ავტომობილია რეგისტრირებული და ეს მაჩვენებელი დღითი დღე მზარდია. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.